სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია თბილისი, საქართველო 2025 წლის 12 ივნისი. მე ახლა მოვატრიალებ კამერას. ასე არა, ცოტა სხვაგვარად დაგანახებთ პოლიციელებს, რომლებიც იცავენ ამ სასამართლოს შენობას ჩვენგან საქართველოს თავისუფლების მოყარე მოქალაქეებისაგან. იცავენ მეთქი, ასე ვიტყვი. მაგრამ ცოტა გამიჭირდება სპეციალურ საქართველოში სასამართლო სამედიცინო დახმარების მანქანაც. წესრიგს იცავენ მეთქი, ასე ვიტყვი, თუმცა წესრიგს არც არავინ არ ღვევს იმ მოქალაქეებიდან, ვინც შეკრებილია სასამართლოს შენობასთან და ვინც გარედან აადევნებს თვალყურს იმ პროცესებს, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით იმართება საქალაქო სასამართლოში. თავად პოლიციელებიც იღებენ, როგორც ათხოვთ, როგორც მიაქციეთ სავარაუდო ყურადღება. უმრავლეს შემთხვევაში უმრავლესობა შეკრებილთაგან არის ახალგაზრდა. თუ სიღრმეში ჩანს უშუალოდ სასამართლოს შენობის შესასვლელი, იქაც საკმაოდ ბევრი პოლიციელია მობილიზებული. აქ არიან საკმაოდ აღელვებული მოქალაქეებიც. აი ერთ-ერთი აქტივისტი სავარაუდოდ არიგებს სასმელ წყალს მოქალაქეებისთვის, რომლებიც არიან შეკრებილები. საზოგადოების უმრავლესობა ხალხს უჭერს. უმრავლესობა შეკრებილია სწორედ იმიტომ, რომ დადგება სასამართლო განაჩენი მაღალი ალბათობით რამდენიმე იმ პირის მიმართ, ვინც გასული წლის დეკემბრის შემდეგ არის დაკავებული ამ რეჟიმის, მოდი ასე ვთქვათ, მონების რეჟიმის მიერ თუ მხრიდან. როდესაც სასამართლო განაჩენი დადგება, აქ მაღალი ალბათობით იქნება ნებათა ღილვა, რომ გამოვაცხადებენ და მაღალი ალბათობით დატოვებენ მათეს პატიმრობაში. შესაბამისად იქნება ნებათა ღილვა და აი პოლიციად წოდებული მილიცია, სწორედაც რომ ამ მომენტისთვის არის მობილიზებული. ვეცდები მივუახლოვდე და დარსოს მივესალო მანამდე. მივუახლოვდე პოლიციელებს. ახალგაზრდები არიან პირები, რომლებიც ჩვენგან იცავენ სასამართლოს შენობას. მართ წესრიგს მეთქი, ამის თქმაც მინდოდა თითქოს, მაგრამ რეალურად ისინი მართ წესრიგს სწორედაც რომ არ იცავენ. ისინი იცავენ რეჟიმს, მათ და სამწუხაროდ და მათ და საუბედუროდ. ბევრ მათგანს გაცნობიერებული არ აქვს, არ ესმის, რატომ იცავს და ვის იცავს. ელაპარაკებიან აქტივისტები, რიგითი მოქალაქეები პოლიციელებს. მე ვერ გეტყვით ამუნათებენ თუ არა მაინც და მაინც. ჩემი აზრით საერთოდ ამ რიგითი პოლიციელების დამუნათება არ არის სწორი, რომ ისინი ვერ იღებენ გადაწყვეტილებას და გადაწყვეტილებას კი იღებს მათი ხელმძღვანელობა, ეგრეთ წოდებული ნაჩალსტვა. ამ შემთხვევაში რა ქვია იმ გელაზის არ მახსოვს, გელა მგონი, ხო? შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის თავკაცობით. თავად შინაგან საქმეთა მინისტრს ყავს, უნებრივია. პროვოკატორი ხარ შენ, მე კი არა. ეხლა მაგ ყველაფერს რომ მეუბნები. პროვოკატორი ხარ შენ, მე კი არა. და მე გითხარი რომ ორი წელი შენობაში გამოვალმეთ. დარჩენას არ ვაპირებ რა გითხარი. ვერ განიმარტე, რის გამო არ მიშვებ შენობაში. შენ მითხარი რომ ეს ადამიანები გარეთ იყვნენ გამოყვანილები იმის გამო რომ სიმწიფე დაძაბული სიტუაცია აღმოფხვრეთ. გამოიყვანეს შოქგარეთ. ეხლა შენ არ არის დაძაბული სიტუაცია და შენ მაინც არ მიშვებ. ანუ ეს არ არის განმარტვა. განიმარტე რის გამო არ მიშვებ შენობაში. ვინ არის პროვოკატორი? მე ვარ თუ შენ ხარ პროვოკატორი? შენ ხარ პროვოკატორი, მე კი არა. ხო, გამჩნევა. ადამიანს ესე მიეწევო რაღაცა იარაღი და ეგრე არ ხდება რა. მაშინ რა შემიძლია რომ მოგდეთ პროვოკატორი ხარ და ხალა ის იყო დაკადრო რეალურად რაც გეკითხვის. კი დარწმუნებული ვარ, არ მეშინია, ისე დამიგერ, არ მეშინია. შემიძლია დაკადრო.
შევიხარ პროვოკატორი, მე კი არა. საერთოდ ჩაერთე იმის საუბარში, სადაც არ გისაკნო. ისე მოდის ვიხდი უკაცრავად და მეც მოქალაქე ვარ, უკაცრავად ხო არ გეწყირებათ რომ ჩავერთო. რატო არ ვშვებთ? და ვინც ყვირი იღებს გადაწყვეტილებას და რა კანონის რა საფუძველზე, რომელი მე ირაკლი ტაბლიაშვილი ვარ, ჟურნალისტი ხარ და მოქალაქე. მე სამიხსენით თუ არ შეწუხდებით რა. არა, იქით ვიყავი, რო არ მოგატყუოთ, იქით ვიყავი, მაგრამ თუ ამიხსნით, მადლობელი ვიქნები. თუ არ ამიხსნით, თქვენინებაა. ანუ არა, ეს პროცესი მნიშვნელოვანია. ეს არის ახსნა რაც მითხარით, ანუ კანონის რომელ მუხლის საფუძველზე მეთქი ამას გეკითხებით, თორე რო ვერ უშვებთ, ეგ გავიგე, ეგ ფაქტი შემდგარია. გადავდივარ, მაგრამ აქაც აქ ყოფნის უფლებაც აქვს. ვერ გავიგე. არ შევდივარ კომუნიკაციაში, ვკითხე უბრალოდ რა საფუძველზე არ უშვებ მეთქი. კი ბატონო, არ შევდივარ. არ გიქმნით დისკომფორტს, ვიკითხე როგორც მოქალაქემ სამართალდამცავს ვკითხე, მეტი არაფერი არ მიქნია. ხო, ისეთ რა არის, ეს თავად ეს პოლიციელები ქმნიან ჩემი მოსაზრებით დაძაბულობას, გაურკვეველი მიზეზებით არ უშვებენ პრაქტიკულად დაცარიელებულ შენობაში არ უშვებენ მოქალაქეებს. იბოდიშებთ. ეს არის ძალიან ცუდი და ბუნებრივია. ერთგვარი აგრესია უჩნდებათ მოქალაქეებს, რიგით მოქალაქეებს ამ არასამართალდამცველი, არამედ სამართალდამრღვევი პოლიციელების მიმართ. აქ შედარებით მოშორებით სასამართლო შენობიდან შედარებით სიხალვათია, აქაც არიან რიგით მოქალაქეები, პატარა სკვერუკაში შეკრებილები და პოლიცია აქაც პერიმეტრს აკონტროლებს. პოლიცია, მილიცია, როგორც გნებავთ ისე დაარქვით, რაც გნებავთ ის დაარქვით სამართალდამცავ სტრუქტურებს. მე ვარაუდობთ, რომ ვითარება დაიზაბება მას შემდეგ, როგორც კი სასამართლოს განაჩენი დადგება, აღშფოთებული მოქალაქეები სავსებით სამართლიანად იმისა და გამო, რომ უსამართლო სასამართლო იღებს ამ მორიგ უსამართლო გადაწყვეტილებას, მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ამ გადაწყვეტილებას ახალგაზრდები, მეგობრები, მათ შორის მათესი, ისინი ამ ყველაფერს გააპროტესტებენ და შეიძლება გადაიძაბოს კიდეც ვითარება პოლიციის თანამშრომლების ალბათ მიიღებენ ამგვარ დავალებას, რომ შესაძლოა დააკავონ კიდეც აი ეს ფერადი ახალგაზრდები, რომლებიც არიან თავისუფალი ქვეყნის მოქალაქეები და გამარჯობათ და თავისუფლებას იცავენ, გარდა იმისა, რომ იცავენ მეგობრებს, ახლობლებს, თანამებრძოლებს, პირებს, რომლებიც თავისუფლების სადარაჯოზე იყვნენ და არიან და იქნებიან. აქ დავლანდე იმედის კამერა, მე კარგად არ შემინიშნავს სამწუხაროდ ვერ ამოვიცანი არ ვიცნობ იმ ჟურნალისტს რომელიც არის ტელეკომპანია იმედიდან და უმისმა იმედის თანამშრომლის ეს რეპლიკა იმის თაობაზე კი მაგრამ რა ხდება აქ ასეთიო მოქალაქეებმა რომლებმაც არ იციან რა ხდება სასამართლოებში სასამართლოებთან ისინი ვერ გრძნობენ იმ სულისკვეთებას რომელიც აქვს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს. 30 წამია მიმდინარეობს ჩვენი რეპორტაჟი. ან ძალიან სწრაფად მინდა რომ განვათავსო ეს ჩემს YouTube არხზე. ამ ახალგაზრდა გოგო და რომელიც ეს დაძაბულობა იგრძნობა ერთგვარად. კიდე მივიდა ერთი მოქალაქე სხვა პოლიციელთან და სავარაუდოდ ისიც თხოვს რომ შეუშვან შენობაში. არა მარტო ახალგაზრდები არიან, ჩემგან ხელმარცხნივ დაუდასტურებ პატივისცემას არის საკმაოდ ასაკიანი ქალბატონი, ჩემი კოლეგა ნესტანიც, ეს პროცესი იქით არის. არიან ფოტოაპარატებით და კამერებით შეიარაღებული ჟურნალისტები, აქტივისტები.
მოკლედ ისინი ვისაც უნდა თავისუფლება და ვისაც უნდა რომ სასამართლიანი სასამართლო იყოს ამ ქვეყანაში, ხოლო ბიზნე ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს დაძაბულობა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ესე არ არის, მაშინ ვერავინ ვერ ახსნის, მისი მომხრეებიც კი, რიგითი და არა ანგაჟირებული მომხრეებიც კი ვერ ახსნიან, რა საჭიროა ამ 50 და მეტი პოლიტპატიმრის საბატიმროში გაჩერება, მაშინ როცა ბიზნე ივანიშვილის ერთი ბრძანება, ერთი გადაწყვეტილება საკმარისია საიბისოდ, რომ 50-ვე პატიმარი განთავისუფლდეს საბატიმროებიდან იმავე დღეს, იმავე წუთში, ასე ვიტყვი და არ იყოს ესეთი დიდი დაძაბულობა ჩვენს ქვეყანაში, ბიზნე თითქოს უგაცრავად სიტყვისთვის და ჩალიჩობს, რომ იყოს დაძაბულობა ჩვენს ქვეყანაში, აბრაზებს და აჯავრებს რა ახალგაზრდებს და მე სურს რომ ეს პროტესტის მონაწილე ახალგაზრდები დაჩაგროს, ვიჩაგროს მათ, ზე გაიმარჯვოს, მათზე გამარჯვება მოიპოვოს და ასე შემდეგ. გადატეხს თუ არა ბიზნე ივანიშვილი, გადაგვტეხს თუ არა ევროპაში ვიტყვი და ბრალობით რიცხვში, მე ვერ გეტყვით. იმედი იმისა რომ ვერ მოგვერევა რასაკვირველია გვაქვს, თუმცა როცა უყურებ ამ ხშირ შემთხვევაში გავეშებულ პოლიციელებს, მილიციელებს და არა მხოლოდ ფორმიანებს, არამედ უფორმოებსაც, რომლებიც ჩემს გვერდით და ჩემს გარშემო უხვად და ბერავლად არიან, ხანდახან შეგეპარება ეჭვი შენსავე ამ სიტყვებში, როცა წაგეფიქრება, რომ რთული ამ სისტემასთან დაპირისპირება. ლავ ვიმეორებ, არა მხოლოდ ფორმიანები არიან, აი ეხლა ზურგით ვინც მიდიან ეს ახალგაზრდები, არამედ საკმაოდ ბევრ უფორმოსაც შენიშნავ ხოლმე, თითქოს არაფერს რომ არ აკეთებენ, თუმცა მზერა რომ ხიდის თითოეულ მათგანს, რომ ისინი არიან ან პოლიციის უფორმო თანამშრომლები, ან სუსის თანამშრომლები, რომლებიც ესე ჩუმჩუმად იწერენ იულერ შეჯგუფებულ მოქალაქეებთან, ჩაიწერენ ვინ რას ამბობს, შესაძლოა ფოტოსაც უღებენ, ფარული მიყურადებაა და ასე შემდეგ. ახალგაზრდა კაცს რომელსაც კენაკურადევა ხედავთ ჩემგან ხელმარცხნივ წერეები ამ კაცს, მე არ ვიცი. სადია ის არ არის, მასე ეთყობა რომ ის არ არის, მაგრამ ახლა კი ვეცდები თუ არიან ჩემს წინ ამგვარი ვითომ არა პოლიციელები, მათზე კი მიგაქცევინოთ ყურადღება, მეორის მხრივ არ მინდა რომ გავამბობდეს რომ ვინმეს ბრალს ვდებ, ამიტომ ვიდრე მივალ ხო დავფიქრდები კია არიან თუ არა ისინი სწორედაც რომ პოლიციის უფორმო თანამშრომლები. თქვენ ხედავთ ჩემ წინაც პოლიციის ფორმიან თანამშრომლებს. ვესალმებით ჩემს მეგობრებს ამასობაში. ხელმარცხნივაც არიან პოლიციის თანამშრომლები, ხელმარჯვნივაც არიან პოლიციის თანამშრომლები. დადგება რამდენიმე ხანში სასამართლო განაჩენები. ასე ვიტყვი, ხელისუფლებას წოდებული ბანდა ჩქარობს თითქოს მრავალნაირი ახსნა არსებობს იმისა, რატომ ეჩქარება ან სად ეჩქარება. მან თავადვე გააჭიანურა პროცესები, ხანგრძლივად და გააჭიანურა, ახლა კი თითქოს ჩქარობს და თითქოს უნდა რომ მალევე გამოიტანოს განაჩენები ამ კლანმა, ანუ მურუსიზის კლანმა, ხელისუფლების თანანაწილმა, მაგრამ ახლა თითქოს აჩქარდა მიზეზთა გამო. რამდენიმე მოსაზრება არსებობს იმასთან დაკავშირებით, რატო შეიძლება უნდოდეს ან აწყობდეს ხელისუფლებას წოდებულ ბანდას პროცესების აჩქარება შესაძლოა იმიტომ, ან არ არის გამორიცხული იმიტომ, რომ მე უკვე ამ პრეზიდენტად წოდებულ მიხეილ ყაველაშვილს შეაწყალებინოს საარჩევნოდ, ასე ვიტყვი, საადგილობრივ არჩევნოდ შეაწყალებინოს პოლიტიკური პატიმრები, შაშვის დავინტერესდი იმით, თუ ეს ასე მოხდა პოლიტიკურ პატიმრებს აქვთ თუ არა უფლება, რომ არ დატოვოს საპატიმრო მეთქი და მივიღე პრინციპში არაუცნაური პასუხი, მაგრამ მაინც პასუხი ამგვარი, რომ მათ არ აქვთ საპატიმროს არ დატოვების უფლება. ცხადია ისინი დატოვებენ, მაგრამ პრობლემას ის არის, რომ დინარაძენი თუ ქვია კობახიძენი, პაპუაშვილონი თუ წილოსანი, ხო, ცხადია კონკრეტულ პირებს გულისხმობ, მე უკვე იტყვიათ, რომ აი ახლა ჩვენ წყალობა გავიღეთ და გავანთავისუფლეთ, თუმცა კი მივუთითეთ მათ, რომ მეორეჯერ მსგავსი რამ არ ჩაიდინონო. დიახ, ჩავიდენთ მეთქი, ასე ვიტყვი პირველ პირში, უკლებლივ ყველანი თუ ის სამართალდარღვევა იყო, რასაც ჩადიოდნენ ახალგაზრდები მეტწილად,
ყველანი ჩავიდნენ ადრე თუ გვიან ამგვარ სამართალდარღვევას, იმიტომ რომ ჩვენ თავისუფლებისათვის ვიბრძვით. აღარ დაგანახებთ ახლა სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილ ვითომ რომ არაფერ შუაში არ არიან იმ მაგალი ალბათობით პოლიციელებს, მაგრამ რადგან დაღაი დაზუსტებით არ ვიცი, აქედან გამომდინარე ახლა სახის გამოჩენაც ალბათ მაინც არ შეიძლება. ველოდებით ამ განაჩენებს საქალაქო სასამართლოსთან, საბოლოოდ რასაკვირველია ვიტყვით, რომ ცეცხლი ოლიგარქიას და რასაკვირველია ვიტყვით იმას, რომ ჩვენ არ და არასდიდებით არ შევეგუებით საქართველოს ბელარუსიზაციას, რასაც ბიზინა ივანიშვილი, მონა პუტინისა და გამობიზინებულნი დანარჩენები უფლებრივი ყველანი უპირებენ ამ ჩვენს ქვეყანას. წარმატებას გისურვებთ და ამ ფერადი ახალგაზრდების და არაფრთხილ ახალგაზრდების გამარჯვების. ნახვამდის. Agora,